Am ვიდეოში შენ ნახავ ილია თოფურიას 17-ვე გამარჯვებას, 7 ნოკაუტი და 8 საბმიშენი, ბრძოლების მიმოხილვა. მზად ხარ? 3, 2. ილია თოფურიას დებიუტი 18 წლის ასაკში შედგა, შაბათს 4 აპრილს 2015 წელს. მისი ოპონენტი ფრანცისკო ასპრილია აღმოჩნდა, რომლის რეკორდი 3 გამარჯვება და 5 მარცხი იყო. ბრძოლა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყო. ილიას ერთი სახიფათო დარტყმა მოხდა, რის შემდეგაც მეტოქე პარტერში გადაიყვანა. თოფურიამ მოწინააღმდეგე ცოტა ხანი აკონტროლა, რამდენიმე ძლიერი დარტყმის შემდეგ კი ფეხით სამკუთხედზე დაიჭირა. ილიამ პირველივე რაუნდში მეტოქეს მახრჩობელა სამკუთხედით ცლია და სირთულეების გარეშე დაასრულა სადებიუტო ბრძოლა, რისთვისაც მას სულ 3 წუთი და 30 წამი დასჭირდა. ილია თოფურიას მეორე პროფესიონალური ბრძოლა 1 თვესა და 5 დღეში შედგა, ხადილ ელ-ჩანთიბის წინააღმდეგ, რომელსაც დებიუტი ჰქონდა MMA-ში. ილიამ პირველივე წამებში გადაიყვანა მოწინააღმდეგე პარტერში და ხალილი პირველივე რაუნდში 1 წუთსა და 3 წამში დააფინიშა, ზურგიდან მახრჩობელით. საინტერესო ისაა, რომ ეს მებრძოლი ოქტაგონზე აღარასდროს დაბრუნებულა. ილიას მესამე ბრძოლა დაახლოებით 1 წელში გაიმართა. მისი მეტოქე დებიუტანტი ესპანელი დანიელ დაიმონდ ვასკესი იყო. ილია თაფოლოჯის მიხედვით დიდი ფავორიტი იყო. 80% პროფესიონალების აზრით გამარჯვებას ილია თოფურია მოიპოვებდა. მან კი ეს მოლოდინი პირველივე რაუნდში გაამართლა. ისევ პირველ წუთზე, რამოდენიმე ჩვენების შემდეგ ილიამ ვასკესი პარტერში გადაიყვანა. 1 წუთსა და 50 წამში ილია თოფურიამ ზურგიდან მახრჩობელით დაასრულა ბრძოლა. ამ გამარჯვებით მისი პროფესიონალური მონაგარი 3-0-თან გახდა. ილია თოფურია ოქტაგონზე 6 თვის შემდეგ დაბრუნდა და მისი მეტოქე დებიუტანტი ჯონ გუარინი იყო. ილია ბრძოლის დასაწყისშივე მეტნაკლებად აკონტროლებდა ოპონენტს და ცდილობდა მტკივნეულების შესრულებას. ჰქონდა რამოდენიმე გდება, მაგრამ უშედეგოდ. 1 წუთსა და 40 წამზე სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა, სადაც კარიერაში პირველად ძლიერი წნეხის ქვეშ მოექცა. 45 წამზე ილია კუთხეს უყურებდა და თითქოს ხელით რაღაც ანიშნა, მაგრამ საბედნიეროდ ბრძოლა გაგრძელდა და პირველი რაუნდი ასე დასრულდა. მეორე რაუნდის დასაწყისშივე ილიამ თავისი კუთხის მითითებები მიიღო და გადაიყვანა გუარინი პარტერში, სადაც უკვე პოზიციის გაუმჯობესებას ცდილობდა. მეტოქე ბევრად უფრო დაღლილად გამოიყურებოდა და ილიას დომინაციაც აქ დაიწყო. დაძაბულ ორთაბრძოლაში ილიამ ხელი კარგად ამოავლა მეტოქეს და ძირს დააგდო. გუარინიც მალევე დანებდა. სირთულეების მიუხედავად ილიას მეოთხე ბრძოლა ძალიან კარგად დასრულდა. მეორე რაუნდის 2 წუთსა და 50 წამზე ილია თოფურია გილიოტინით Mixed Fight Event-ის ჩემპიონი გახდა. ილიას მეხუთე ოპონენტი მიკა ჰამალანენი იყო, რომელსაც რეკორდი 8 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა. 2018 წლის 28 აპრილს ეს ბრძოლა ფინური პრომოუშენის Cage-ში გაიმართა. მიკა ჰამალანენი უდიდესი ფავორიტი იყო. ექსპერტები მის გამარჯვებას 90% შემთხვევაში განიხილავდნენ. პირველივე წუთებში მებრძოლებმა დგომში გაცვლები მოსინჯეს. უკვე ამ მეხუთე ბრძოლაში ილიასგან იგრძნობოდა თავდაჯერებულობა და საბრძოლო სტილების შერევა, სადაც ის კრივის კომბინაციებს უფრო თავდაჯერებით იყენებდა. ილიამ მეტოქე აშკარად დაჯაბნა დგომში და პირველი რაუნდის 1 წუთსა და 40 წამზე მიკამ შეცდომა დაუშვა, რითიც თოფურიამ ისარგებლა. არ გაუშვა შანსი ხელიდან და ზემოდან გილიოტინით მოახრჩო ჰამალანენი. მისი მეტოქე მიკა ჰამალანენი ამ 2018 წლის ბრძოლის შემდეგ ოქტაგონში აღარ დაბრუნებულა. ილიას შემდეგი ბრძოლა 2018 წლის 16 ივნისს ბელგიაში Cage Warriors-ში გაიმართა ტიტულისთვის. მისი მეტოქე ბრაიან ბულანდი იყო, რომლის რეკორდი 7 გამარჯვება და 1 მარცხი იყო. ბულანდიც ნიკა ჰამალანენის მსგავსად დიდი ფავორიტი იყო, 85%-ით 15-ზე. ბრაიანი სტრაიკინგით გამოირჩეოდა, რომელსაც თოფურიამ ჭიდაობის გეგმა შეუდგინა. ილიამ მეტოქე პირველივე წამებზე ძირს გადაიყვანა, 4 წუთსა და 25 წამზე ულამაზესი სლემი შეასრულა და მალევე მეტოქის ზურგს დაეუფლა. თოფურიამ დარსით სცადა ბრძოლის დასრულება, მაგრამ საბოლოოდ ანაკონდა მახრჩობელაძე გაიმყარა პოზიცია, საიდანაც ბრაიან ბულანდმა ვეღარ შეძლო თავის დაღწევა და დაიძინა. ბრძოლის ხანგრძლივობა 1 წუთი და 39 წამი იყო. 2019 წელს ილიამ 2 ბრძოლა ჩაატარა. პირველი კოლუმბიელი Cage Warriors-ის დებიუტანტი ლუის გომესი იყო, რომლის რეკორდიც 26 გამარჯვება და 6 მარცხი იყო. ბრძოლა ქვემსუბუქ წონაში გაიმართა. თოფურიამ პირველი წამები აქტიურად დაიწყო, რამდენიმე დარტყმა გაუშვა და გადაიყვანა მეტოქე პარტერში. ზემოდან მოექცა და ძლიერი იდაყვებით დაიწყო ground and pound-ი. პირველი რაუნდის პირველ წუთსა და 15 წამზე ილია თოფურიამ სამკუთხედითა და ხელის მტკივნეულის გაერთიანებული ილეთით ლუის გომესით დამაჯერებლად დაამარცხა.
ილიას UFC-მდე ერთი ნაბიჯი აკლდა. 2019 წელს ჩატარებულ მეორე ბრძოლაში ის 7 გამარჯვებით და 0 მარცხით გამოდიოდა. მისი მეტოქე კი სამხრეთ აფრიკელი სტივენ გონსალვესი აღმოჩნდა, რომლის მონაგარიც 6 გამარჯვება და 1 მარცხი იყო. ბრძოლის დასაწყისშივე 50 წამზე ილია თოფურიამ წიხლი გაატარა თავში, რამაც შეაბარბაცა და დააგდო ის, მაგრამ მოახერხა და პარტერში გადაიყვანა მეტოქე, სანამ აღიდგენდა ძალებს. ილიამ ანაკონდა მახრჩობელით სცადა სტივენის დამარცხება, მაგრამ გონსალვესი ძალიან კარგად გაუმკლავდა ილიას ამილეთს და სასწაულებრივადაც გადარჩა. ბრძოლის 2 წუთსა და 25 წამზე გონსალვესმა ძლიერი იდაყვებით დააზიანა და გაჭრა ილია, რამაც ძალიან გააბრაზა ის. პროფესიონალურ კარიერაში პირველად ილია თოფურია ღრმა წყლებში აღმოჩნდა და ზედაპირზე ამოსვლა მან გამაოგნებელი ნოკაუტით მოახერხა. ზუსტად ასეთი რაღაცა მომავალში UFC-შიც ვიხილეთ. ბრძოლა 1 წუთსა და 25 წამზე ბრუტალური ნოკაუტით დასრულდა, რამაც მას UFC-ს საგზური მოუტანა. ილია თოფურიას UFC-ს დებიუტი 2020 წლის 10 ოქტომბერს აბუ-დაბიში შედგა. მისი მოწინააღმდეგე ამ ბრძოლაში ფავორიტი იუსუფ ზალალი იყო, რომელსაც 10 გამარჯვება და 2 მარცხი ჰქონდა. ბრძოლა 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. გარდა იმისა, რომ ილია თოფურიამ ეს მოწინააღმდეგე მოკლე დროში მიიღო, ახალი გადატანილი ჰქონდა COVID-19 და ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი, მაგრამ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდოდა. ბრძოლის დაწყებიდან სადღაც 2 წუთში ილიამ ულამაზესი სუპლექსი შეასრულა და ზალალს ზემოდან მოექცა და მისი ჯიუ-ჯიტსუს უნარებით ყველა გააკვირვა. ერთი მახრჩობელა პოზიციიდან მეორეზე გადასვლა, მეორედან მესამეზე, მესამედან მეოთხეზე, მაგრამ ზალალი ნამდვილად კარგი ოპონენტი აღმოჩნდა და წარმატებულად დაიცვა ყველა შეტევა. პირველი რაუნდი დომინანტურად მორჩა და ყველა მსაჯმა ილიას მიენიჭა უპირატესობა. მეორე რაუნდში ზალალმა გადაწყვიტა, რომ ილიას გეგმითვე ეპასუხა მისთვის და გადაყვანა სცადა, მაგრამ ამაოდ ილიას დაცვა ბევრად კარგი აღმოჩნდა. ზალალი საგრძნობლად დაიღალა და ილიამაც არ დააყოვნა მისი პარტერში გადაყვანა. მეორე რაუნდშიც მსაჯებმა ილიას სასარგებლოდ იანგარიშეს და ანგარიში 20-18 გახდა. ბრძოლა მესამე რაუნდში გადავიდა. ილია საგრძნობლად შენელდა და ძალიან დაიღალა. იუსუფის კარდიო უკეთესად გამოიყურებოდა. რაუნდის ბოლო მონაკვეთი აშკარად მაროკოელმა წაიღო და რაუნდიც მოიგო. მაგრამ საბოლოოდ 29-28 ანგარიშით, საჯების ერთსლოვანი გადაწყვეტილებით ილია UFC-ს სადებიუტო ბრძოლაში გამარჯვებულად დაასახელეს. 2 თვეზე ნაკლებში 5 დეკემბერს ილიამ კიდევ ერთხელ ჩააბარა წონა მოკლე დროში. მისი შემდეგი მეტოქე ამერიკელი დეიმონ ჯექსონი იყო, რომელსაც 18 გამარჯვება და 3 მარცხი ჰქონდა. ილიამ და დეიმონმა აქტიურად დაიწყეს რაუნდი და ძლიერი დარტყმები გაცვალეს, მაგრამ ილიას უპირატესობა მაინც უფრო მეტად გამოიკვეთა. რაუნდი ილიას დომინაციაში გადაიზარდა, სადაც მან დეიმონ ჯექსონს 18 ჯერ მოარტყა ტანში და 17 ჯერ თავში. სულ მალე, პირველი რაუნდის 2 წუთსა და 38 წამზე, ულამაზესი აპერკოტის და ღვიძლის კომბინაცია მოარტყა დეიმონს და ძლიერი ჰუკით გათიშა იგი, რომელსაც კიდევ ერთი საკონტროლო დარტყმა მიაყოლა. ამ გამარჯვებისთვის ილიას 2 წუთი და 22 წამი დასჭირდა და UFC-ს შედეგი 2-0-თან გახადა. ილიას ოქტაგონზე დასაბრუნებლად 7 თვეზე მეტი დრო დასჭირდა, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს სპეციალისტი 8 მოგებით და 1 წაგებით რაიან ჰოლი იყო, რომელთან ბრძოლაზეც ყველა უარს ამბობდა მისი უხერხული სტილის გამო. ჩხუბს მალევე დაეტყო ხასიათი და ისიც თუ რა გეგმით გამოვიდა რაიანი. იმანარის როლით ცდილობდა ილიას მტკივნეულზე დაჭერას, მაგრამ ილია მისი უნარების წყალობით რამდენჯერმე წარმატებით დაიცვა ჰოლის შეტევები. ვინც ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუ და რაიან ჰოლის ოსტატობა არ იცის, მათთვის ეს ბრძოლა ცოტა უცნაური საყურებელი იქნებოდა. რაიანი ტრიალს იმისთვის იყენებდა, რომ ილიას დარტყმები არ მოხვედროდა და ხელი ჩაელო ილიას რომელიმე კიდურზე და შემდეგ მტკივნეულით დაემარცხებინა თოფურია. პირველი რაუნდის დასრულებამდე 25 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ილიამ რაიანი ერთ-ერთი ტრიალის დროს დაიჭირა და მარჯვენა ხელი დაუბლოკა, რომლითაც აღარ მისცა გადატრიალების საშუალება. ფინიში კი მე-16 წამზე ვიხილეთ. ამ გამარჯვებით ილია UFC-ს ქვემსუბუქი წონის რეიტინგში ტოპ 15-ში შევიდა. 2022 წლის იანვარში მას მოვსარ ევლოევთან ჰქონდა ბრძოლა ჩანიშნული, მაგრამ დადასტურებული კოვიდის გამო მოვსარი ჩაეხსნა ბრძოლას. მისი შემცვლელი ჩარლს ჯოურდაინი იყო, მაგრამ მოკლე დროში აღებული ბრძოლის გამო ილიამ ვერ მოასწრო წონის დაკლება და ექიმებმა შეაჩერეს წონის კლების პროცესი. საბოლოოდ 19 მარტს ინგლისში ილია ჯაი ჰერბერტს დაუპირისპირდა. ეს ბრძოლაც მოკლე დროში იყო და რადგან წონის ჩაბარება გაუჭირდებოდა, ერთი დივიზიონით მაღლა, საშუალო წონაში იჩხუბა. ბრძოლის პირველივე წუთზე ჯაიმ ილიას დაფარულად ფეხი მოარტყა ყბაში და კინაღამ გათიშა ის.
თოფურიას გონება ბოლომდე არ დაუკარგავს. მოახერხა და ფეხში ჩაავლო ჰერბერტს. მალე ილიამ მდგომარეობა აღიდგინა და მიუხედავად საფრთხეებისა და წაგებული რაუნდისა, მაინც შეძლო და ზედმეტი ზიანის გარეშე ჩაამთავრა რაუნდი. მეორე რაუნდის დასაწყისშივე ჩანდა, რომ ილიამ რაღაც ამოცანა ამოხსნა. სხვანაირი შემართება იგრძნობოდა, ნელი ნაბიჯი წინ და პრესინგი. რაუნდის დაწყებიდან 1 წუთში ამ შემართებამ და ტაქტიკამ შედეგიც გამოიღო. თოფურიამ კუთხესთან მიემწყდია ჰერბერტი და ულამაზესი სამდარტყმიანი კომბინაციით უგონოდ გათიშა ის. რადგან ეს ბრძოლა ერთი წონით ზემოთ, მსუბუქ წონით დივიზიონში იყო, ილიას რეიტინგი რა თქმა უნდა არ მომატებია. მაგრამ ეს ნოკაუტი UFC-ს ყველა დროის ნოკაუტებში 75 ადგილს იკავებს. თოფურიას მე-13 ბრძოლა ლას-ვეგასში 2022 წლის 10 დეკემბერს შედგა. მისი მოწინააღმდეგე დაუმარცხებელი ამერიკელი ბრაის მიჩელი იყო. ბრაის 15 გამარჯვება და 0 მარცხი ჰქონდა და ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტადაც ითვლებოდა. მიჩელი ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა. ბრაისის ბაზა ჭიდაობაა და მოლოდინიც ასეთი იყო, რომ ფეხზე ილიას ჰქონდა უპირატესობა. პარტერი კი მიჩელის სამყაროა. ილიამ დაბალი დგომით იბრძოლა და მოახერხა 9-დან 8 გდების შეჩერება. პირველი რაუნდის მიმდინარეობისას იგრძნობოდა ილიას მზარდი უპირატესობა დგომში, რასაც ბრაისი ვერაფერს უხერხებდა. რაუნდის ბოლოს მიჩელმა მოახერხა და ილია 1 წუთით ადრე ძირს დააგდო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა რაუნდის მოსაბრუნებლად. თოფურიამ პირველი რაუნდი მოიგო. მეორე რაუნდი ისევ ილიას უპირატესობით წარიმართა. 3 წუთსა და 25 წამზე ილიამ ბრაისს უძლიერესი აპერკოტი მოარტყა და მარჯვენა პირდაპირით ნოკდაუნი მოიპოვა. ამ მომენტიდან კი ბრძოლის დასასრულიც დაიწყო. 1 წუთიანი კონტროლის და ძლიერი დარტყმების შემდეგ ილიამ კიდევ ერთხელ ულამაზესად დააგდო ბრაისი ძირს. შეუკრა მხრის სამკუთხედი და UFC-ში პირველი მახრჩობელათი ფინიშიც მოიპოვა. ამ გამარჯვებით ილია თოფურია ტოპ 10-ში შევიდა. პირველი 5 რაუნდიანი 25 წუთიანი ბრძოლა ილიამ 38 წლის ჯოშ ემეტთან გამართა. ჯოშის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 3 მარცხი იყო და რეიტინგის მე-5 ადგილზე იმყოფებოდა. ამ გამარჯვებით ილია სერიოზულ განაცხადს აკეთებდა და თუ ძლიერ ბრძოლას ჩაატარებდა, სატიტულო ბრძოლის მოთხოვნა რეალური ხდებოდა. ბრძოლა 7 ტემპში დაიწყო, სადაც მებრძოლებმა ერთმანეთი მოსინჯეს და რამდენჯერმეც გაცვალეს. ილიამ კი რამდენიმე წარმატებული და ლამაზი კომბინაციის წყალობით პირველი რაუნდი მოიგო. მეორე რაუნდში ილიამ დგომში უპირატესობა მოიპოვა და ემეტის დამუშავება დაიწყო. საბოლოოდ 1 წუთსა და 21 წამზე ილიამ პირველი ნოკდაუნი მოიპოვა. ჯოშმაც მოარტყა 1, წონასწორობა დააკარგინა და წააქცია. საბოლოოდ რაუნდის დასრულებამდე 15 წამით ადრე ილიამ ემეტი კონტრშეტევაზე დაიჭირა. დიდი ზიანი მიაყენა და რაუნდიც გაინახდა. მესამე რაუნდში ბრძოლა უფრო დაიძაბა. ილიას უპირატესობის მიუხედავად იყო მომენტები, როცა შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში ყველაფერი დასრულებულიყო, მაგრამ თოფურიამ შეძლო ბრძოლის გაკონტროლება და ბრძოლის რიტმი დააწყნარა და დომინაციით ჩაამთავრა მესამე რაუნდი. მეოთხე რაუნდში თითქოს ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა, ჩოულ ტემპში, სანამ ილია თოფურია დაფარულ აპერკოტს არ მოარტყამდა. ამ მომენტიდან რაუნდის ბოლომდე ემეტისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. მძიმე დარტყმები დაუცვალ სახეზე, მაგრამ ემეტი მაინც არ გაითიშა. ემეტმა წამოდგომა მოახერხა, მაგრამ კიდევ ერთი აპერკოტი გაუშვა და შემდეგ უკვე ინერციით დაეცა ძირს. თოფურია ზემოდან მოექცა და რასაც ჯოშ ემეტმა გაუძლო, ალბათ მილიონში ერთი ადამიანი თუ შეძლებდა ამის გაძლებას. მეოთხე რაუნდის ბრუტალურად წაგების მიუხედავად, მეხუთე რაუნდი ემეტმა აქტიურად დაიწყო. ემეტი სასოწარკვეთილი იყო და საფრთხეს ნამდვილად წარმოადგენდა. მაგრამ ილიამ სიტუაცია მალევე გააკონტროლა და 2 წუთსა და 36 წამზე ემეტი პირველად გადაიყვანა პარტერში, სადაც ბრძოლის ბოლომდე დომინირებდა. ილიამ საჯების ერთსლოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და ერთ-ერთი უიშვიათესი მსაჯების შეფასება მოიპოვა. საბოლოოდ ემეტთან ასეთმა დომინაციამ ილიას საჩემპიონო ბრძოლა მოუტანა. ამ ბრძოლის შემდეგ ვოლკანოვსკიმ იაირ როდრიგესი დომინაციით დაამარცხა და ილია თოფურია გამოიწვია. 2024 წლის 17 თებერვალს ილია თოფურია დაუპირისპირდა ალექს ვოლკანოვსკის, რომელიც ისლამ მახაჩევთან ბრუტალურად წაგებული ნოკაუტის შემდეგ 4 თვის ვადაში ბრუნდებოდა, რაც ამ სპორტში იშვიათი მოვლენაა, განსაკუთრებით თუ ჩემპიონი ხარ. თოფურიას და ვოლკანოვსკის ბრძოლის პირველი რაუნდი ერთმანეთის დაზვერვით დაიწყო. ალექსმა ფეხებით ბრძოლის ტაქტიკა არჩია და კარგადაც გამოიყურებოდა. ილიამ რამდენჯერმე კარგად მოარტყა და შეიძლება ითქვას, რომ პირველი რაუნდის ნახევარი მოიგო კიდეც. საბოლოო ჯამში ვოლკანოვსკის პირველ რაუნდში 5-ით მეტი დარტყმა ჰქონდა. რაუნდი ძლიერად დაამთავრა და მსაჯების აზრით პირველი რაუნდი გაიმარჯვა. მეორე რაუნდიც დაძაბულად დაიწყო. მებრძოლებმა აქტიურად დაიწყეს. ვოლკანოვსკიმ ტემპი საგრძნობლად გაზარდა, მაგრამ ილიას ძლიერი კომბინაციებით ჰქონდა ამ ყველაფერზე პასუხი. მეორე რაუნდში კიდევ რამდენიმე გაცვლა ვნახეთ. ვოლკანოვსკი კი უფრო მეტად გააქტიურდა და მსაჯების გადაწყვეტილებაზე მუშაობა დაიწყო.
ილიამ კონტრშეტევის ტაქტიკა ირჩია და დაელოდა ზუსტ მომენტს. სამდარტყმიან კომბინაციას მეოთხე მომოკვდინებელი მარჯვენა მიაყოლა და ვოლკანოვსკი უგონოდ გათიშა. ბრძოლა 8 წუთსა და 38 წამს გაგრძელდა. ილია თოფურიამ საოცნებო ქვემსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა და 27 წლის ასაკში საქართველოს პირველი UFC-ს ჩემპიონი გახდა. 2024 წლის 26 ოქტომბერს აბუ-დაბიში ილიას პირველი ქამრის დაცვა ლეგენდარულ მაქს ჰოლოვეისთან შედგა. მაქს 26 გამარჯვება და 7 მარცხი ჰქონდა. მისი ბოლო მეტოქე ჯასტინ გეიჯი იყო, რომელიც მან ბრუტალურად დაანოკაუტა ბოლო წამზე და წლის ნოკაუტიც აიღო. ბრძოლის დასაწყისში ილიამ მაქს stand and bang-ი შესთავაზა, მაგრამ მაქსმა ამაზე უარი თქვა. ბრძოლა დაბლ ტემპში დაიწყო, ილიამ და მაქსმა კი ერთმანეთი მოსინჯეს. საბოლოოდ პირველი რაუნდის ბოლო მონაკვეთში მაქს ფეხი გაუცურდა. ილიამ ზურგი აიღო და თანაბარ რაუნდში უპირატესობა მოიპოვა. მეორე რაუნდიც ილიას მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა და იყო რამოდენიმე მომენტი, როცა მაქს საფრთხე შეექმნა და ცოტათი შებარბაცდა კიდეც. თოფურიამ მეორე რაუნდში ფეხით დარტყმები აამუშავა, რამაც გარკვეულწილად შედეგის გამოღება დაიწყო. მებრძოლებმა დარტყმები გაცვალეს და ეს რაუნდი მეტად თანაბარი აღმოჩნდა. მესამე რაუნდში მაქს ჰოლოვეიმ ბოლო გამოსავალი ნახა და მუხლში ბინძური დარტყმების სტრატეგია არჩია, რაც დაუსჯელი არ დარჩა. მესამე რაუნდის პირველ წუთზე მაქსმა ეს ბინძური ილეთი ორჯერ ზედიზედ გამოიყენა, რამაც ძალიან გააბრაზა ილია. 15 წამის შემდეგ ილიამ უძლიერესი მარჯვენა მოარტყა მაქსს და შეაბარბაცა. კუთხეში მიიმწყდია და კომბინაციებით სადამისი გათიშვა. მაქსმა თავი კარგად დაიცვა და კუთხეს დააღწია, მაგრამ მდგომარეობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღდგენილი. დამალული მარცხენა ჰუკით ილიამ მაქსი დააგდო და დააყოლა დარტყმები. გათიშა ჰოლოვეი და პირობაც შეასრულა. ბრძოლა სულ 11 წუთსა და 34 წამს გაგრძელდა და ილია გახდა პირველი ადამიანი, ვინც გათიშა მაქს ჰოლოვეი. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე ჩემპიონი ისლამ მახაჩევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისლამი ზედაწონაში ავიდა და საბოლოოდ ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ დუ ბრონქს ოლივეირა აღმოჩნდა მისი მეტოქე. ჩარლზ 35 გამარჯვება და 10 მარცხი ჰქონდა. აქედან 21 საბმიშენით, 10 კი ნოკაუტით. ბრძოლამდე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ ოლივეირა ყოველთვის წინ პირდაპირ მოწინააღმდეგეზე მიდიოდა, რაც ილიასთვის ნამდვილი საჩუქარი იყო. რამდენიმე ძლიერმა კომბინაციამ გაჭრა ჩარლზი, აგრძნობინა ძალა და აიძულა ეჭიდავა მასთან. საბოლოოდ ბრძოლა ფეხზე დგომში გაგრძელდა. პირველი რაუნდის 2 წუთსა და 36 წამზე ილიამ კონტრშეტევაზე დაიჭირა ჩარლზი და უგონოდ გათიშა. ილია თოფურია გახდა მეათე ორი დივიზიონის ჩემპიონი. მეორე ქამარმა ილიას pound for pound რეიტინგში პირველი ნომერი მოუტანა და UFC სამყაროს მწვერვალში აღმოჩნდა. ესპანეთის შიდა პრომოუშენიდან UFC-ს ორმაგ ჩემპიონობამდე. გზა 3 დივიზიონის ჩემპიონობისკენ გრძელდება. გახდება ილია თოფურია 3 დივიზიონის ჩემპიონი. იბრძოლებს ის ისლამ მახაჩევთან? ყველაფერი დროის საკითხია და მალე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. მადლობა ამ ვიდეოს ბოლომდე ყურებისთვის. ნამდვილად ერთგული მაყურებელი ხარ. გამოიწერე არხი, მოიწონე ვიდეო. მე კი შენთვის სულ უფრო და უფრო კარგ ვიდეოებს მოვამზადებ. კარგად.